მინდა გითხრათ, რომ ძალიან ნაყოფიერია ჩემი ვიზიტი. ნაყოფიერი იყო მიუნხენში, ასევე ძალიან ნაყოფიერი გრძელდება ბრიუსელში ჩემი ვიზიტი. მე გუშინ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და საინტერესო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ბაროსოსთან, დღეს მქონდა შეხვედრა რომპუისთან. ჩვენი მესეჯი არის ყველასთვის გასაგები და ნათელი, ეს არის ის, რომ საქართველოს აქვს ამბიცია, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. პირველი ეტაპი არის ის, რომ ჩვენ უნდა ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას აგვისტოს თვეში და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ დადასტურება როგორც ბაროსოსგან, ასევე რომპუისგან, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ აგვისტოში და არ არსებობს რაიმე ისეთი დაფრთხილება, რაც ამ პროცესს შეაფერხებს პირიქით. ევროპა და ევროკავშირი მოწადინებულია, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს. და ჩვენი მხრიდან საქართველოს არის აბსოლუტურად მზად და ეს მზადყოფნა დაუდასტურე კიდევ ერთხელ. ვისაუბრეთ უკრაინის ირგვლივ, ვინაიდან უკრაინის თემა არის მეტად აქტუალური დღეს მსოფლიოში. ვისაუბრეთ მოსაოდნელ ზეწოლაზე, საფრთხეებზე, ზოგადად მიმდინარე სიტუაციაზე, პოლიტიკურ სიტუაციაზე, იმაზე თუ როგორ გავლენას მოახდენს უკრაინის მოვლენები, როგორც საქართველოს, ასევე ზოგადად რეგიონზე და ზოგადად ევროპაზე. საბოლოო ჯამში მე ძალიან მოყოლებული ვარ, ფაქტია და ამას არავინ არ ვარყოფს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაძლიერებულია და ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ევროკავშირისგან. ეზერაშვილთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, საფრანგეთის სასამართლომ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს თვის ბოლოს, მაგრამ გუშინ მათ გამოაცხადეს, რომ არ დატოვებენ პატიმრობაში ამ 27 თებერვალამდე. კი, ეს ნორმალურია, ეს საფრანგეთის მოსამართლის ეს საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო და თვის ბოლოს 28 თებერვალს იქნება ჩემი ინფორმაციით ექსტრადაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული. ასე რომ დაველოდოთ მანამდე მთელი თვე არის. რამდენად კარგად იყო და მყარად რამდენად მყარად იყო წარმოდგენილი პროკურატურის არგუმენტები, ვინაიდან ძალიან ბევრი კრიტიკა იყო, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი აქტიურად აღგვირდებოდა ამ პროცესთან, ამბობდა რომ საგულ ადამიანების მიერ გაკეთებულ კომენტარებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. მყარად პროკურატურასთან ამ ჯერ დაველოდოთ, ნახოთ ახლა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვაცადოთ პროკურატურას მუშაობა და ხელი არ უნდა შევუშალოთ. დღეს შედგა ბრძევიჩვის სახელმწიფო ორგანიზაციის პრეზენტაცია და შეიძლება ესე შევაფასოთ, გაისმა ერთგვარი კრიტიკა დღეს მოსამართლეთან განაცხადა, რომ არ გეთანხმებათ იმაში, რომ მე ძალიან კარგი. როცა კრიტიკას ვიმსახურებთ, უნდა მივიღოთ და ამაში უცნაური არაფერი არ არის. მე აბსოლუტურად ვიზიარებ და ვამბობ, რომ აბსოლუტურად ზუსტი ფორმულირება გააკეთა ბატონო ვიძინამ. როცა მან თქვა, რომ ეკონომიკური ვარდნა ჩვენ არ ქონია. ეს მართლაც ასეა და მინდა რომ დავადასტურო და მისაღები აბსოლუტურად. იყო გარკვეული შენელება, მაგრამ ის რაც მოხდა ჩვენი მთავრობის პირობებში, ან მოხდა თლიანად ეკონომიკის გაჯანსაღება და ეს პროცესი დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მოგეხსენებათ, რომ გასული წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა ეკონომიკას აჯანსაღებდა, ასე ვთქვათ, და ეკონომიკურ ზრდას და ზრდის მაჩვენებლებს აჩვენებდა მხოლოდ რაღაც ხელოვნური სტიმულატორების მეშვეობით და იცით რომ ბიზნესებს ატერორებდნენ და იცით რომ ძალით, ასე ვთქვათ, ხდებოდა ეს ყველაფერი და ძალადობით და ძალის გამოყენებით. ჩვენ დავიწყეთ ნორმალურად, კლასიკურად, ევროპულად ეკონომიკის გაჯანსაღება და ზრდა გვაქვს უკვე სახეზე. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა 8.1 და 8.4% ზრდა ნოემბერ-დეკემბერში. ამ წელს გვაქვს 5%-იანი ზრდა გათვლილი, მაგრამ იგივე მსოფლიო ბანკის პროგნოზით ჩვენ გვქნება 6.3%-იანი ზრდა საქართველოში. ასე რომ მე პირიქით ყოველთვის მზად ვარ, მივიღო კრიტიკა, ჯანსაღ კრიტიკა და იგივეს მოგიწოდებ თქვენ, რომ მიბაძოთ ბატონ ბიზნესს და იყოთ ობიექტურები. ეს თემა რომ გარმოხდეს ამ დავასრულოთ ხოლმე თუ შეიძლება. როგორ ვთქვათ, მის საქმიანობა რამდენად ეფექტური იქნება სამოქალაქო სექტორში? თქვენ მხოლოდ კრიტიკაზე უპასუხეთ. ბატონ ბიზნესის საქმიანობა ყოველთვის იყო ძალიან ეფექტური. მან უკვე არაერთის დაადასტურა და ამტკიცა, რომ ის არის ნებისმიერ სექტორში ძალიან ეფექტური, ძალიან წარმატებული და მე დარწმუნებული ვარ და ასეც იქნება, რომ ასეთივე წარმატებული იქნება სამოქალაქო სექტორში. ვინაიდან სამოქალაქო სექტორს მართლაც ჭირდება ძლიერი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა და ეს მხოლოდ შეუძლია გააკეთოს ბატონ ბიზნესს. სოჭის ოლიმპიადაზე მინდა გითხრათ, ლეონიდ ჩიბილოვი მიიწვიეს ოლიმპიადაზე დასაწყება და არასწორი ინფორმაცია გაქვთ ახლა. არასწორი ინფორმაცია გაქვთ. მე რაც მოვისმინე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა უკვე
განცხადება გაარჩეთ თუ აპირებენ. განმარტება გააკეთეს, რომ არ აპირებენ ოფიციალურად მიიწვიონ. არ ვიცი, დაველოთ ყოველ შემთხვევაში. ჯერ არ უნდა ვიჩქარო ჩვენ. როგორც განვითარდება, ჩვენ ადეკვატურები ვიქნებით სიტუაციის და მიხედვით ვიმოქმედებთ. ოლიმპიადის შემდეგ საფრთხეებზე როგორ ვიცი რომ იყო ვიცით რომ ამ თემაზე იყო ბაროზოსთანაც აი რა საფრთხე შეიძლება ელოდეს ქვეყანა და რა იქნება ჩვენი მაგაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ არაერთზეც გავაკეთე კომენტარები და დიდი მადლობა